რუსთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთრის პერიოდში გადაუხდელობის გამო გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ. ახალი სახელმწიფო პროგრამის დეტალები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა რუსთავში მცხოვრებ ავალიშვილების მრავალშვილიან ოჯახს პირადად გააცნო. რას ითვალისწინებს შეღავათების პაკეტი და რა პრინციპით გადაიხდიან რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები? ბუნებრივი აირის გადასახადს ქრისტინა ასლამაზაშვილის სიუჟეტში. Თუვინმეს დავალიანება აქვს, მრავალშვილიან ოჯახების სოციალურად დაუცველი ახის ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სამინისტროს ახალი ინიციატივა ავალიშვილების სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს პირადად გააცნო. შეღავათების ახალი პროექტის მიხედვით მსგავსი კატეგორიის ოჯახებს ზამთრის პერიოდში გადაუხდელობის მიზეზით გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ. დაგროვილ დავალიანებას კი ეტაპობრივად გაზაფხულიდან დაფარავენ. ვისაც აქვს დავალიანება და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, მათთვის მოხდება განწილვადება და გრძელვადიანი გრაფიკი მიეცემა იმისთვის, რომ ზამთარში მათ ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება მისცეს. ამ პროექტით უკვე სარგებლობს ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები და მისასალმებელია ის, რომ რეგიონშიც გაკეთდება იგივე და მადლობა მინდა უთხრა კომპანია სოკარს თანამშრომლობისთვის. შემთხვევაში არის ის, რომ თქვათ სოციალური შემოსავალი, თქვათ მოსახლეობის და გადასახადი თარიღებში ვერ ემთხვევა ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ამიტომ ხდებოდა თქვათ გამორთვები, მერე ჯარიმა არის გამორთვის შემთხვევაში და ეს მომენტი დაეხმარება, იმიტომ რომ ზამთრის პერიოდში როგორც წესი მოხმარება მეტია გაზის და ზაფხულის პერიოდში გაცილებით ნაკლები. შესაბამისად დაბალანსებას მოახდენს მოსახლეობა. ზამთრის პერიოდში რა თქმა უნდა შვება იქნება ამ ხალხისთვის, ანუ ის დავალიანება რაც დაუგროვდებათ ზამთრის პერიოდში გადანაწილდება მთელი წლის განმავლობაზე. ოჯახის დიასახლისი ეკატერინე ჯაჭვაძე ამბობს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა მისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს. მრავალშვილიან ოჯახების ტვირთი ძალიან ძიმია, ხო, როგორც ფიზიკური დატვირთვა მეტი გიწევს, ისე ფინანსური, სოციალური. და რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ინიციატივა, რომელიც ჩვენერ ოჯახებს წარადგება, მისასალმებელია. ეს მოულოდნელიც იყო. გვესმოდა რომ რაღაცებს აპირებდნენ ახლანდელი მთავრობა. მაგრამ მაინც რაღაც ისე ცოტა ეჭვით უყურებდით, მაგრამ პირადად ახლა მინისტრი რომ მობრძანდა და მოგვახსენა, რა თქმა უნდა, გაგვიხარდა. გარკვეული შეღავათი იქნება ჩვენთვის და ჩვენერი ოჯახებისთვის. შეღავათების პაკეტი დამატებითი სერვისების უსასყიდლოდ მიწოდებასაც ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში თუ კი სოციალურად დაუცველთა კატეგორიის ოჯახი მიიჩნევს, რომ მათ ბინებში ბუნებრივ აირზე მომუშავე ტექნიკა გამართული არ არის, სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები ტექნიკის გამართულობას უფასოდ უზრუნველყოფენ. ჩვენ 47,000 აბონენტი ყავს რუსთავში, ხო? და როგორც დღეს გავიგეთ, 32,000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველი. ნუ აბონენტებში ეს ალბათ 10,000 ან 15,000 ოჯახს მოიცავს. ხო და როგორც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, ხო, ესე იგი იმ ოჯახებს, რომელიც სოციალურად დაუცველია და კულები არ ყოფნის, ხო, ჩვენ გაუცილვადებთ დავალიანებას და ზამთრის პერიოდში სიცივები როცა იქნება, არ გაუთიშავთ გაზს. ამ დროის მონაცემებით ქვემო ქართლის მასშტაბით სულ 12,000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.